პარლამენტის თავმჯდომარე ძალადობის ბრალდებით დაკავებული ყოფილი სპეცრაზმელების საქმესაც გამოეხმაურა. უბრალოდ ხოლმე ჩვენ ნახეთ რომ სასამართლო ჩატარდა ეს მართალია დახურულია ეს მაგრამ დაზარალებული მხრიდანაც მოვისმინეთ თუ რა განწყობები იყო თავად სასამართლოს მან თავად განაცხადა რომ ამ ადამიანებს აქვთ სინანული რომ ასეთი ინციდენტები მოხდა და მას ბოდიშიც კი მოუხადეს ამისთვის ჩვენ უნდა გვესმოდეს ერთი რამ იმ დღეებში ცდილობდნენ ქვეყნის დამხობას არა ხელისუფლების დამხობას არა რაღაცებს სადმე შევარდნას ქვეყანა უნდა დამხობილიყო და ამას აკეთებდნენ გარედან დაკვეთით ქართველები რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის გადაწვას პოლიციელებს ისთვის მოლოტოვის კოქტეილების სროლას და მათ ცოცხლად დაწვას ამიტომ თითოეული პოლიციელი რომელიც იმ დღეებში ამ მოძალადეებს აკავებდა არის გმირი და მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო თითოეულ პოლიციას რომელიც საქართველოს გადაარჩინა მაიდანს ჩვენ ერთმანეთში არა ურიოთ ორი რამ 2024 დეკემბერში იყვნენ მოძალადეების ჯგუფი რომელსაც გაილაშქრეს საქართველოს წინააღმდეგ რომლის უკანაც იდგნენ უცხოური დამკვეთები დამფინანსებლები თქვენ გახსოვთ ელენე ხოშტარიას განცხადებები რომელიც ამბობდა რომ დიახ ის არის ვინც ყიდულობს მაშხალებს იმისთვის რომ დაწვან პოლიციელები დაწვან პარლამენტის შენობა თქვენით ნახეთ რომ აღიარება ისვედის ხელმძღვანელის აღიარება რომ მათ უცხოური გრანტის ფულით ისინი ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის რომ მათ წინააღმდეგობა გაეწიათ პოლიციისთვის ამიტომ 2024 დეკემბერში ევროპული ფული იხარჯებოდა ქვეყნის დასამხობად ძალადობისთვის პოლიციებზე თავდასასხმელად პარლამენტის გადასაწვავად და ამ სწორედ ჩვენი პოლიციელების გმირული ქმედებით იქნა აცილებული თავიდან დიდი უბედურება